სამეგრელოში მოქალაქეები ლეძაძამედი და ჭყონის 17 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა გზა ინფრასტრუქტურის მინისტრმა საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსთან ერთად გახსნა აქამდე 5 სოფლის მოსახლეობას გადაადგილება ამორტიზებული გზით უწევდა პროექტის განხორციელება კი სახელმწიფო ბიუჯეტს 7 მილიონი დაუჯდა ახალგად დაგებულ გზაზე პირველად თბილისიდან ჩამოსულმა ველომრბოლელებმა გაიარეს დღესვე დაიწყო ახალი გზის 6 კილომეტრიანი მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები პროექტის განხორციელების შემდეგ მარტვილის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობა ცენტრს უმოკლესი გზით დაუკავშირდება. ამ გზის მეშვეობით 7000-ზე მეტი მოსახლე უსაფრთხო და კომფორტულად გადაადგილდება დღეიდან. აგრეთვე ვაგრძელებთ დამატებით ახალ მშენებლობას, რომლის მეშვეობითაც 15 სოფლის მოსახლეობა, მაღალმთიანი სოფლის მოსახლეობა დაუკავშირდება ადმინისტრაციულ ცენტრს. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 2012 წლიდან დღემდე 554 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია განახორციელა და მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი ეს გზაა სწორედ. აღსანიშნავია, რომ ჩვენ უკვე ვიწყებთ გზის ამ გაგრძელებას დაახლოებით 7 კილომეტრიანი გზის ახალი მონაკვეთის მშენებლობას, რომელიც ჩვენ თემშუგან შეგვიძლია დაინახოთ, როგორ იწყება იქ სამუშაოები. ამ გზისთვის დაახლოებით 5 მილიონ ლარამდე დაჯდა ეს ღირებულებით, ხოლო რაც შეეხება მომდევნო გზას, ის ახლა იწყება და დასრულება მისი მომავალი წლის გაზაფხულის დასრულებულებით. ეს გზა დღემდე იყო გაუვალი, ჭირდა 2 მუნიციპალიტეტის მარტვილისა და სენაკის ერთმანეთთან დაკავშირება, არა და ეს გზა სასიცოცხლო გზა იყო ორივე რაიონისათვის და დღეს ბედნიერია ორივე რაიონის მოსახლეობა, რომ აქ გაკეთდა ასეთი კეთილმოწყობილი გზა და რომელიც კიდევ გრძელდება. გაიხსნა საავტომობილო გზა მოქალაქეები ლეძაძემი დიდი ჭყონის მიმართულებით. ეს არის 17 კილომეტრიანი საავტომობილო გზა, რომელიც ველომოყვარულობა გავიარეს და არის სრულად უსაფრთხო როგორც ველოსიპედებისთვის, ასევე ავტომობილებისთვის.